რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებს პრეზიდენტის სამგზავრო თვითმფრინავის ზუგდიდში ფრენის დროს მიზანში ყავდა ამოღებული. გალის რაიონში წყაროების სააგენტოებს უყვებიან იმასაც, რომ განგაში რუსულ ბაზებზე იმ თვითმფრინავის გამოჩენის დროს ატყდა, რომელსაც თავად პრეზიდენტი მართავდა. როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის თვითმფრინავს, რომელთაც ის რეგიონებში გადაადგილდება, საფრთხე რუსული საოკუპაციო ჯარებისგან 2 თვის წინათ შეექმნა. ოჩამჩირიდან სააკაშვილის თვითმფრინავი S-300 ტიპის ანტისაჰაერო სისტემას ჰქონდა მიზანში ამოღებული. რას ნიშნავს საოკუპაციო საჰაერო ძალების განგაში ნომერი 1 და რამდენად არის მოსალოდნელი მოსკოვის მხრიდან ასეთი რადიკალური ნაბიჯი. სპეციალურად კურიერისთვის 9 საათზე დავით კაკულია მუშაობს თემაზე. როდესაც ზუგდიდის მცხოვრებლები პრეზიდენტ სააკაშვილის თვითმფრინავის გამოჩენას ელოდნენ, გალში განთავსებულ რუსულ ბაზაზე ხმაური ატყდა. როგორც კი პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი ზუგდიდის აეროპორტში დაჯდებოდა, გალის რაიონის სამივე ბაზაზე მზადყოფნა ნომერი 1 გამოცხადდა. ეს პირველ რიგში საჰაერო თავდაცვის ძალებს შეეხო. ანტისაჰაერო თავდაცვის სხვადასხვა საშუალებას სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს. პრეზიდენტი შეატყობინეს, რომ ოჩამჩირიდან დამიზნებული იყო S-300 პირველი ხარისხის საგანგაშო მზადყოფნით, მაგრამ მან მიიღო აფრენის თაობაზე გადაწყვეტილება, ვინაიდან მას მიაჩნია, რომ შანტაჟმა და ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ ქვეყნის ხელმძღვანელობას გეგმები არ უნდა შეუცვალოს და როცა სამიზნე მთელი საქართველოს, მთელი ქვეყანაა, პრეზიდენტის თვითმფრინავის მიზანში ამოღება ცალკე ფაქტად არ უნდა იყოს განხილული.